ალბათ ხშირად შეგიძენიათ ისეთი ნივთი, რაც სრულიად არ გჭირდებოდათ და შემდეგ იფიქრიათ თუ რატომ შეიძინეთ ის. ჩვენ დაგეხმარებით, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს და თქვენ აღარ წამოეგოთ მარკეტინგულ ხრიკებზე. წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ კაფეში. იქ კი ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობს. იგივე ფასში გთავაზობენ 33%-ით მეტ ყავას, მეორეში კი 33%-იან ფასდაკლებას სტანდარტულ ყავის ჭიქაზე. რომელი აქცია უფრო სასარგებლო? თქვენ სავარაუდოდ იტყვით, რომ ორივე ერთნაირად სარფიანია. ალბათ ასე იფიქრებს უმრავლესობა. მაგრამ მოდით მათემატიკა მოვიშველიოთ. ვთქვათ 200 მგ ყავა 2 ლარი ღირს. პირველი აქციის დროს თქვენ 2 ლარად 266 მგ ყავას იღებთ. ესე იგი 100 მგ-ში 75 თეთრს იხდით. მეორე აქციის თანახმად თქვენ იღებთ 200 მგ ყავას ლარ და 34 თეთრად. ანუ 100 მგ-ში 67 თეთრს იხდით. შესაბამისად, მეორე აქცია უფრო მომგებიანია. მაგრამ თურმე მყიდველს ფასდაკლებაზე მეტად იმავე ფასში რაიმე დამატებითის მიღება უფრო სიამოვნებს. რატომ მუშაობს კარგად ასეთი მარკეტინგული სხვა? პირველ რიგში იმიტომ, რომ მყიდველებს ხშირად ავიწყდებათ პროდუქტის ფასი. ახლა მოგიყვებით კიდევ რამდენიმე მეთოდზე, რომელიც წარმატებით გამოიყენება მომსახურების სფეროში. I'm your provider. I'll get you anything you need. Your sole provider. Your satisfaction's guaranteed. Check out my credentials, I got all of your essentials. I'm your provider, you don't need nobody but me. თქვენ შედიხართ მაღაზიაში და ხედავთ ჩანთას 1000 ლარად. 1000 ლარი. 1000 ლარი რაღაც სტომარაში. აღშფოთებას საზღვარი არ აქვს. განაგრძობთ თვალიერებას და ხედავთ საათს 300 ლარად. ფიქრობთ, რომ საათი შეიძლება უფრო იაფიწყირდეს, მაგრამ გეჩვენებათ, რომ ეს საკმაოდ ნორმალური ფასია. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას პირველად ნანახ ჩანთის ფასს, ანუ იმ 1000 ლარს ადარებთ. ასე რომ თუ მაღაზიის ხელმძღვანელობა პროდუქციას სწორად დაალაგებს, თქვენი აზრების მათთვის საჭირო მიმართულებით წარმართვა შეძლებს. კვლევებმა დაადასტურა, რომ ჩვენ არ გვიყვარს ყველაზე იაფიანი პროდუქტის შეძენა, რადგან ამ დროს თავს ღარიბად ვგრძნობთ. ასევე არ გვსიამოვნებს მოტყუებულის როლში ყოფნა ყველაზე ძვირადღირებული ნაწარმის შეძენისას. მაღაზიები ჩვენს ასეთ აზროვნებას ჩვენსავე წინააღმდეგ იყენებენ, რომ გაყიდონ მათთვის სასურველი პროდუქცია. ჩატარდა ასეთი კვლევა. მაღაზიის დახლზე დადეს ორი სახეობის ლუდი. პრემიუმი $2.5 და ლუდი წარწერით სარფიანი შენაძენი $1 და 80 ცენტად. მომხმარებლების დაახლოებით 90%-მა აირჩია უფრო ძვირი ლუდი. შემდეგ კიდევ ერთი სახეობის ლუდი დადეს, წარწერით სუპერ სარფიანი შენაძენი $1 და 60 ცენტად. ამის შემდეგ ლუდის მოყვარულთა უკვე 80%-მა აირჩია $1 და 80 ცენტად შეფასებული ლუდი. 20%-მა $2.5 შეიძინა. ყველაზე იაფი ლუდი კი არავინ იყიდა. მაღაზიას სურს გაყიდოს ნოუთბუქი, რომელიც 579 ლარი და 99 თეთრი ღირს. მას გვერდით უდებენ მეორე ნოუთბუქს 779 ლარად და 99 თეთრად. მათი პარამეტრები უმნიშვნელოდ განსხვავდება. ამილეთით იაფიანი ნოუთბუქის გაყიდვა იზრდება, ძვირიანს კი 1-2 კაცი თუ შეიძენს. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვერ აღვიქვამთ ნივთების რეალურ ღირებულებას. ვადარებთ ფასს და გონია, რომ რაღაცას წარმოუდგენლად იაფად ვიძენთ. შემდეგ კი კმაყოფილები ვყვებით ახლობლებთან. წარმოგიდგენია, ვიყიდე ნოუთბუქი სულ რაღაც 579 ლარად და 99 თეთრად. გვერდით კი თითქმის იგივე 779 ლარად და 99 თეთრად იდო. ნეტამას რომელი უჭკუო იყიდის? კარგი ისტორია, განსაკუთრებით მაღაზიის მფლობელთათვის. მათ ხომ სწორედ ის ნოუთბუქი გვაყიდინეს, რომლის გასაღებად სურდათ. ჩვენ ყველამ ვიცით ეს ხრიკი. სულ რაღაც ლარი და 99 თეთრი. ეს იგივეა, რაც 2 ლარი. ჩვენ ხვდებით ამას, მაგრამ ციფრი ცხვრის მაგია განაგრძობს მოქმედებას და ჩვენ ვყიდულობთ ნივთს, რომელიც დიდად არც გვჭირდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ფასდაკლებით გვიზიდავს. იყავით მოუსყიდველები.
არ უთხრათ საკუთარ თავს ეს ნივთი ლარზე ოდნავ მეტი ღირს. გახსოვდეთ, რომ ის მთელი 2 ლარი ღირს. მოკლედ, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და არ მისცეთ მეცნიერებას სახელწოდებით მარკეტინგი თავის მოტყუების საშუალება.